თავისუფალება არ არსებობს, მაგრამ რაღაცა დოზით არსებობს. ეს რა ტიპის დეიდაქალი არის, იცი? აი რო ამბობენ, რომ დილით ყავას და სიგარეტს ერთად იმიტომ ვიღებ, რომ კუჩში გასვლაში მეხმარება. ხვდებით? და აი ესეთი დეიდაქალები რო არიან კიდე, რომ მე ღმერთთან, მე ჩემი ურთიერთობა მაქვს, რა და აი რაღაცა ხო უნდა არსებობდეს, არა მართლა ესე ჰაერზე ხო არ გავჩნდა, აი რაღაცა ნატურა იქით ხო უნდა იყოს. ხო. ქესზე მომყავს მაგალითები, რომ ყველაზე მკვეთრი ესეთი მაგალითია, მწვავე მაგალითებია. ისევე როგორც ქესი, ასევე ჩვენი ინტელექტუალური, ფსიქოემოციური პორტრეტი. შეჭიდულია ჰორმონები, მედიატორები, გენები და გარემო. ან სამი ძირითადი რაღაცა ხდენს. როცა აი მე მინდა რომ რაღაცნაირად ეხა რას თქვენი საუბრად იყოს. იმედია არ ყოფს მაგას, იმიტომ რომ ჰორმონებიც როგორი მუშავებენ, როგორი გაწოვა გექნება, რამდენი რაოდენობა რეცეპტორების და ასე შემდეგ, ეგ მაინც გენეტიკა არის რა. რაღაც მხრივ ეგ რაც ჩამოთვალა ჰორმონები და ნეირომედიატორები და ასე შემდეგ და ამ ორის განსხვავებაზე არაერთხელ გვისაუბრია. საბოლოო ჯამში ჩემოკარგებო ეგეც გენეტიკური არის რა, ანუ რამდენად შეძლებ რომ ჰორმონალური ფონი მოიწესრიგო, როგორი ჰორმონალური ფონი გექნება, რამდენად კარგი და რა რაოდენობის რეცეპტორები გექნება, გინდა ანდროგენული და ასე შემდეგ რა, ეგ მაინც გენეტიკაზე არის გადაბმული ისე როგორც არაფერ სხვაზე. საინტერესო უბრალოდ რამდენად აღვიქვი შევამოწმებ თქვენთან თუ შეიძლება. ესე იგი, გვაქვს სამი ფაქტორი, რაც ჩემს ბოროტებაზე და სიკეთეზე გაუსვამს ხალხს, ხო? პირველი არის ჩემი ბიოლოგია, ჩემი გენეტიკა, მეორე არის ზეგავლენები, გარემო ზეგავლენები და მესამე გვაქვს უკვე პრინციპში ესამე გვაქვს, ხო? მესამე არ მithქვამთ, ორი ვთქვი. ეს ორის ნაზავი არის. და ნახეთ, ბიოლოგია არის ორი ნაწილისგან. ხო, დამაგიდამ. ეს არის გენეტიკა და ეპიგენეტიკა. გენეტიკა, გენები, მე ამ გენების მართვის სისტემა ცალკე, აქედან მომდინარეობს ჰორმონები, მედიატორები, ეს გენების მართვის სისტემა. გენების მართვის სისტემა ძალიან ცუდი ენა გამოიყენა, მაგრამ მოდი ისეთები ვიყოთ რა. კარგი დავასკვნათ, მაგრამ გენების ქსოვილები, ორგანოების როგორი ხარ, რანაირი ხარ და ასე შემდეგ, ხო? და აი ამ კოქტეილის მართვა თავის მხრივ ხდება სოციუმით, ანუ კულტურით. ხო? რა არის? ეხლა ხო გეუბნები ჩვენ რომ კულტურა რა გენეტიკა არ არის? თუ ვერ გავიგე, არ ვიცი, აი ამას რო ხედავთ, მოიცე სად არის. სოკრატე, რომელიც შოთამ მაჩუქა, რაღაცნაირმა შოთამ. აი ეს ხო არის კულტურის, არ ვიცი რა ვუწოდოთ, ობიექტი, ხო? ეს რა გენეტიკა არ არის? კულტურას რასაც ვეძახით, ეგ საიდან მოდის? გენეტიკიდან, დიახ. გარემო რა არის? DNA დაფუძნებულია, დიახ, DNA არის ფუნდამენტი. ამიტომ ისე ძალიან ცუდად დაყო რა, თითქოს და რა თქმა უნდა არ მინდა რომ დავასკვნა იმაზე მეტი ვიდრე რაც მოვისმინე, მაგრამ თითქოს აი იდიოტური განსხვავების ჯერა, რომელიც არის ბუნება versus აღზრდა. მაგრამ ნებისმიერი ორგანიზმი არის გენების გამოვლინება გარემოში. და გარემო, რომელშიც ცხოვრობთ, არის ჯაჭვურად თუ შევხედეთ გენეტიკური, ანუ სახლები როგორც ავაგეთ და ავაწყეთ, იქ ობიექტები, მუსიკა, ყველაფერი, ეგ ყველაფერი საიდან მოდის, ხო? ეგ ყველაფერი მოდის დნმ-დან. იმიტომ რომ თუ არ არის დნმ, ვერ შექმნი მაგ ყველაფერს რა, ანუ მანდიმალება მთელი ყველა პოტენციალი. მაგრამ კაი, მოусმინოთ აბა ცოტაც. ვიყოთ იქ ახალ ზელანდიაში, ჩვენც ასევე სტატუები გვექნება და ჩვენც ასეთები ვიქნებით, ხო?
ეხლა შეიძლება ლეონარდო და ვინჩი რომ დაბადებულიყო ახალ გვინეაში, ლეონარდო და ვინჩი არ იქნებოდა. ესე იგი იმ გარემოში იყო, იმიტომ განვითარდა ის თვისებები. გარემოში უდიდესი. მოხდა ისე მე არ მჯერა მაგისი, რომ ლეონარდო და ვინჩი იმიტომ რეალისტა, იმიტომ მოხდა მისი გენიალურობის რეალიზება, რომ სწორ გარემოში იყო. ეგ არის მემარცხენე მიდგომა. ეგ არის ეს ხალი მემარცხენე არის რა ეხლა რეალურად, იმიტომ რომ ეგ არის სუფთა მემარცხენე ფსიქოლოგების ძალიან ცრუ და არაფერზე დაფუძნებული თეიქი რა, რომ აი გარემოა საჭირო რა, რომ რეალისტეს არა. გენიალური ადამიანები ყველა გარემოში რეალისტებიან და როგორც წესი ისეთ გარემოში არც არიან, სადაც არ არის გენეტიკური ფონი მაგ ყველაფრის, იმიტომ რომ ის კარგი გარემო და ცუდი გარემო გამომდინარეობს კონკრეტულად იმ ხალხის დნმ-დან, რომელიც მანდ ცხოვრობს. რა თქმა უნდა, გენები სხვადასხვანაირად გამოხატავენ თავს, მაგრამ მე არ მჯერა იმისი, რომ მაგალითად ივანიშვილი არაფერი იქნებოდა რუსეთში რო არ წასულიყო და გარემო რო არ შეეცვალა. მე მჯერა, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო, გინდა ბიძინა, გინდა მიშა, არ იმას ვიზავ, აი ეგეთი ცხადი ფიგურები რაც არიან რა. აი რა ენერგიას რო ატარებენ, რომ ყველგან რაღაცნაირად რეალისტებოდნენ რა. უბრალოდ ხო ზოგი გენი რაღაც კონკრეტული კუთხით უკეთ შეიძლება რეალისტეს, მაგალითად სხვა გარემოში, რუსეთში, ამერიკაში და ასე შემდეგ. არის ეგეთი რამე რა, მაგრამ გარემო არის დნმ. გარემო არის დნმ. აი ხლა ვიყურები რა და მართლა ვცდილობ რომ ვნახო რა არ არის დნმ. ან დნმ-სგან შექმნილი, ან პირდაპირ დნმ რო არის რა. DNA. ამიტომ ხო რა თქმა უნდა სხვადასხვანაირად გამოხატავენ თავს გენები, იმიტომ რომ გარემოზე არის დამოკიდებული რა გენები გაგიაქტიურდება და რა გენები გაგეთიშება პირდაპირი გაგებით. ეგ არის გარემოზე დამოკიდებული რა თქმა უნდა, მაგრამ თავად გარემო რაზე არის დამოკიდებული? იმ ხალხის დნმ-ზე, რომელიც მაგ გარემოში ცხოვრობს. დენ რომ ეს იქ განვითარდა. რაფაელმა რო დახატა ის დიდებული ფრესკა ათენის სკოლა, ხო, შუაში რო არის პლატონი და არისტოტელე და მთელი ამბები, ხო, პლატონს ასე აქვს ხელი, იმიტომ იდეალისტია და არისტოტელეს ასე აქვს ხელი, იმიტომ მატერიალისტია და მთელი ეს კორიფეები, რაც კი იყო ცნობილი დაწყებული ესქილეთი და პლუტარქეთი დამთავრებული ზედონით პტოლომეუსი და ალექსანდრე მაკედონელი ყველა იყო. ასევე იყო იბნ რუშდი, ავეროესი არაბი ფილოსოფოსი, ანუ რა არის არქიმედე არის იქ პითაგორაზის ბატონო ჩემო. სად არის ეს ფრესკა? სად არის და ვატიკანში? ხო, მაგრამ ეგ ვატიკანი ვინ შექმნა? რატომ არის რომ ევროპაში ისეთი გარემო არის, სადაც ეგეთი ხალხი არსებობს? ვინ შექმნა ეგ გარემო? და იგივე გარემო რატო ვერ შექმნეს არ ვიცი, ვინმე კონგოელებმა თავიანთ სივრცეში, ან ვინმე არ ვიცი, ინდუსებმა თავიანთ მიწაზე. თუ ერთწამით შეიძლება ვერ ხვდები, მგონი ღმერთმა დედამიწა რო შექმნა, ეგრევე შექმნა რა, იქ ყველა დაწესებულება, ყველა ხელოვნება, ყველაფერი ის უკვე გაამზადა რა. და შემდეგ ხალხი ესე მივიდა იქ და ვა, რომი, ვა, იტალია. ვა, ვატიკანი, გამზადებული იმას ქნა რა ღმერთმა და აბა მოდი აქ რეალისტეთ. ხალხმა შექმნა ეგ, რომელსაც კონკრეტული გენეტიკა ჰქონდა მსგავსი რამის შექმნის და მაგიტო არის, რომ გარემოც კარგი არის და ხალხიც ეგ ყველაფერი ერთად მიდის. ეგ ყველაფერი ერთად მიდის. ვინ შექმნა ეგ გარემო? იმ ხალხმა, იმ გენეტიკის მატარებლებმა. მაგიტომაც არის, რომ რამდენი ზანგიც არ უნდა ჩააგდო ევროპაში, არანაირი მეშვიდე სიმფონია არ დაიწერება რა. არანაირი ბეხსოზ არ დაიწერება. არანაირი მონალიზა არ დაიხატება რა. ეგეთი რამე შეიძლება მოხდეს მილიარდში ერთხელ, ეგეც თუ იმ ადამიანს ევროპელისკენი აქვს და მაგიტომაც არის, რომ რაც უფრო ნათელი არის
კონკრეტული ადამიანის პიგმენტაცია, რომ მით უფრო წარმატებულია იქ დენზელ ვაშინგტონი და რამე შეხედავდა, ეგრევე ჩანს, რომ მის ბებიასთან აშკარად იდეალური პიგმენტური მეჩი არ იწვა, ასე ვთქვათ. კაი, მოусმინოთ. პაპის პირად სამლოცველოში თქვენ წარმოგიდგენიათ ქრისტიანობის ეპიცენტრში არის ყველაზე დიდი ფრესკა ერთ-ერთი, სადაც არც ერთი ქრისტიანი არ არის. ხო? რაფაელი ასეთი დიდი მხატვარია არა მხოლოდ იმიტომ რომ ფანტასტიკური ტექნიკა აქვს ხატვის. მან ამდენი რამ იცის. ხედვა აქვს. რატო? იმიტომ ის იქ დაიბადა. ხედვა აქვს, აი ამდენი რამ იცის. რატომ? იმიტომ რომ ის მანდ დაიბადა. ამისი იმპლიკაცია რა არის რა? ამისი იმპლიკაცია რა არის? მოდი ვიმსჯელოთ. იმპლიკაცია რა არის? ის რომ ზანგი თუ ჩააგდე მანდ ბევრიანი ისან, ეს იგივენაირად რეალისტებიან, იმიტომ რომ აი ჰავა არის რა ეგეთი. აი ჰავა არის რა, იქ ვენეციის სუნები იქ რაღაცა, უცებ ადამიანს იმას გიშვება რა. და იმას რატო არ ამბობს ეს ქალი, რომ ცოდნა აქვს, რომ IQ არის 80%-ით გენეტიკური. იმას რატო არ ამბობს, რომ არ ვიცი, მოთმინების უნარი, ფოკუსირების უნარი, ფრონტალ ლობი, მთელი ამბები, ეგ ყველაფერი რო არის გენეტიკური. ამიტომ განა იმიტომ იყო, არ ვიცი, რაფაელი ან ვინმე, ვინც კიდე აიღე, ეგეთი გენიალური, რომ აი მანდ მოხვდა რა, აი მანდ დაიბადა, ხო ხდები? აი მანდ გამოვიდა მშობლის საშვილოსნოდ. არა, არამედ იმიტომ, რომ იმ ხალხის შთამომავალი იყო, ვინც ეგ გარემო შექმნა, სადაც ხშირი იყო ეგეთი კრეატიული და კარგი გენი. ამიტომ მსგავს შარლატანებს, რომლებიც 500 წლის წინანდელი, არ ვიცი, რაღაცა low IQ ფსიქოლოგიური წიგნაკებით იტენიან ტვინს და მერე მაგ სისულელეებს ხვებს უყვებიან, არ დაუჯეროთ, არ უსმინოთ, იმიტომ რომ გარტყმაში არ არიან ესენი არც მეცნიერების, არც კვლევების, არც არაფერი მაგდაგვარი, არამედ აი გადაღეჭილ ფილოსოფიას და ამ ფსიქოლოგიას და ამ behaviorisms და მთელ ამბებს ავრცელებენ რა, იმიტომ რომ აი ენა ეკავება. ზოგი ადამიანი არის ეგეთი, რომ ენა ეკავება და აი რაღაცა თემა ჭირდება, აი ნებისმიერი ჩაუგდე და ენა რომ მოიფხანოს მაგაზე. და იმ შვენიერი მაგალითი არის ეკრანზე მყოფი ადამიანი ამისი. და თან როგორი აი რაფაელი, აი ლეონარდო, ეგერ მიქელანჯელო, აგერ ბოდის ხალე ბურთლები რო დაგაყრის, ის დაიბადა, ამ დროს ის მოგტა მაგალითად, მე ამ დროს ეს დაიბადა, ის იქ შევიდა სასწავლებლად, მე ის სასწავლებლად ის და ეს ერთად მოდის ეს ტალღა თითქოს ეს რა ღვთაებრივი დასიერთროულად დაეშვა და შექმნა სასწავლებლად და ადრე, ხო? ანუ გარემო. ეს არის გარემო. აი ამრიგად არ არის გარემო ქალბატონო, ძალიან გირჩევთ რომ გაეცნოთ ლიტერატურას, გენეტიკის ლიტერატურას, ასე შემდეგ და ზოგადად მაგ დისკუსიას რომ სერიოზულად მოეპყროთ, იმიტომ რომ კი საქართველოში ბევრი ადამიანი არ არის, ვინც მაგას იცნობს, რომ შეგისწოროთ აი ეს უმარტივესი შეცდომები, რომელიც არაფერზე არ არის დაფუძნებული, მაგრამ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც სერიოზულად ვუდგებით მემკვიდრეობითობის თემას, გენების გავლენას პოპულაციაზე, იმას, ამას, აი ესეთ თემებს. ვართ მაინც რა, ცოტა, მაგრამ ეგეთი ხალხი ვართ. უმეტესობა ვერ მიხვდება რა, რომ რაღაცა სისულელეებს ეუბნებით, არ ვიცი, დაძველებული წიგნებიდან, რომელიც თავის დროზეც ვერ იყო პოპულარული, დიდი ალბათობით ამ ქალმა მთელი ეს სისულელეები რაღაცა რუსულ კომუნისტურ წიგნაკში წაიკითხა, რაღაცა რუსულ პოპ იმაში, ჟურნალებში და ამას იმეორებს რა. საწველი ძროხა იპოვა, რომელიც არც გადაამოწმა რამდენად ვარგისი არის და წველის რა ჩირქიან რძეს. და რა თქმა უნდა, რაც თქვა, ეს დებატის საგანიც არ არის რა, ეს არ არის რაღაცა ისეთი, აი, რომ უნდა იდებატო. იმიტომ რომ მონაცემები გვაქვს, რომ აი ეს ყველაფერი რაც გავაკრიტიკეთ ზეგან, რაც თქვა, რომ ეგრე არ არის. სტატისტიკა გვაქვს. გენეტიკური კვლევები გვაქვს.
ტყუპების კვლევები გვაქვს, რომელიც სრულყოფილი არ არის, მაგრამ მაინც ჩემი პოზიციისკენ უფრო იხრება და ისეთი არის რა. გარემოსა და გენეტიკის იმაზე უამრავი თანამედროვე ლიტერატურა არსებობს კვლევები რა აღარ. არ შეიძლება რა ეგრე რომ სერიოზულ დარგს როცა იღებ ადამიანი, რომელზეც უნდა ისაუბრო და სხვებს გაუზიარო, აი წყარო არ გადაამოწმო რა. მესმის რომ ეხა რაღაცა რუსულ ნაუჩ-პოპ ჟურნალში რაღაცა წაიკითხე და იმეორებ, მაგრამ ხო უნდა არსებობდეს აი ის რაღაცა ინტელექტუალური ის რომ მოიცა იქნებ ეგრე არ არის, აბა? მოიცა აბა ცოტა უფრო გავქექო, მოიცა აბა მოდი ცოტა სერიოზულად მივუდგები და არა ის რომ გავიმეორო სიტყვით, რაც ნაუჩ-პოპ ჟურნალში წავიკითხე რომელიღაცა იმის რა ქვია. შარლატანის დაწერილში, ხო? სამწუხაროა. ისმის ყველაზე მთავარი კითხვა, აბა თუ ყველაფერი გენები და ბიოლოგია, აბა თავისუფალი ნება. ესე იგი ის თუ ბოროტია და ემპათიური. დიდი ნახტომია, ანუ წინა განცხადებით ძალიან დაამცირა გენეტიკის როლი და ძალიან აამახლა გარემოს როლი და ეხლა ამბობს რომ მოიცა თუ ყველაფერი გენეტიკა არის, თითქოს რაღაცა დისონანსი აქვს რა. არ არის აბა მისი ბრალი არ ყოფილა, აბა ტვინი ქონია გამხმარი, მკაცრავად პასუხია თხელი, რუხინივიტიერება, იქ ის აკლია სეროტონინი, იქ აცეტილქოლინი აკლია, რაღაცა აკლია, ის ბევრია, ის ნაკლებია, ესე იგი იმის ბრალი არ ყოფილა მაშინ, ხო? თავისუფალი ნება არ არის. ეგ საერთოდ სხვა საკითხი არის, საერთოდ სხვა. არსებობს. თავისუფალი ნება არ არსებობს, მაგრამ რაღაცა დოზით არსებობს. აუ ეს რა ტიპის დეიდაქალი არის, იცი? აი რო ამბობენ რომ დილით ყავას და სიგარეტს ერთად იმიტომ ვიღებ, რომ კუჩში გასვლაში მეხმარება. ხვდებით? და აი ესეთი დეიდაქალები რო არიან კიდე, რომ მე ღმერთთან, მე აი ჩემი ურთიერთობა მაქვს რა და აი რაღაცა ხო უნდა არსებობდეს, არა მართლა ესე ჰაერზე ხო არ გავჩნდა, აი რაღაცა ნატურა იქით ხო უნდა იყოს. ხო? ხო. ანუ ამოიცანით ტაიპი? ხო, მაგრამ გუშინ ვჭამე ტაიპი ზუსტად. როგორ იგრძნობდი თავს გუშინ რომ არ გეჭამა? ხო, მაგრამ გუშინ ვჭამე. აღარ მახსოვს უბრალოდ ამ ფილმის სახელი. უბრალოდ ჩემმა მეგობარმა მომიყვა და მე ვერ ვნახე ეს ფილმი. მოკლედ არის ბიჭი, რომელსაც ყავს და და დის შვილები. ერთად ცხოვრობენ და ძალიან კარგი ბიძაა. რაღაც და ჩვენ ერთ დღეს აი მოშდა რომ თურმე ეს ბიჭი იტანჯება პედოფილური ფანტაზიებით თავისი დიშვილებისადმი. და მე ეს ბიჭი აღარ მახსოვს თავს იკლავს. ახეთ? ეს ხდება რომ მის ტვინში საშინელება ტრიალებს. მაგრამ ხო უჭირავს თავიდან რომ აღმოჩნდა რომ ეს დაუძლებელი იყო, მან თავი მოიკლა. ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ აუცილებლად თავი ამისთვის ეხლა არსებობს ბევრი ისეთი რაღაცა, რითაც შეიძლება მართვა. მე თუ ვხედავ რომ აგრესიული ვარ და ის მინდა მოვკლა. მე ხო უნდა დავფიქრდე რომ ეს არასწორია. მოკლა რას ნიშნავს კაცო ბუზს რომ მოკლა ბუზის საკლავი დიბით რომ გაბწარებული გაღვიძებს და დაგი რომ მოკლა მე ის ბუზი გეწოდება კაცო. ხო, ნუ აი ტიპური მემარცხენე ფიქრები ბუზი რო გეწოდება, როცა ბუზს მოკლავ, ნუ აი მემარცხენეს ფიქრები, ტოლერანტი ვიქნები. ბუზი რო გეწოდება, აი ბუზი მოვკალე. ვაიმე. იტანჯებით არა, რამდენი მაყურებელი მიყურებს ნეტა ერთი წამით დაგჩეკოთ რამდენს გტანჯავთ. რამდენს გტანჯავთ ერთი წამით დავხედო, რამდენის ცოდვა მაწევს. მე მიჩვენებს რომ 400 საჩვენებს, ანუ რანაირად. ლაივში რო გადავედი, 400 გამორიცხული ამბავია ერთი წამი. აჰა, ისეთი რაოდენობა მიყურებს, რასაც მე მოყვება ვირის იმაზე აცოცდიო, გასაგებია. აი, ვაგრძელებთ ვიდეოს, დაიტანჯეთ. ეს ბუზი მოვკალე ყოფილიყო რაღაც და სხვაგანი ბზუილა, რა მაინდამეს მე დამაჯდი. ხო, მაგრამ კითხვა იმაშია, რატომ უნდა
იზრუნოს საზოგადოებამ PDF-ების მენეჯმენტზე, რომ უკეთესად დაამენეჯმენტონ. როცა ჩვენ ვიცით, რომ ეგ არის Twin-ში გადახრა, რაც არ არის რაღაცა ისეთი, რასაც მოაგვარებ, ანუ სკანერს შეუძლია, რომ აჩვენოს ადამიანი არის თუ არა PDF-ი. და ეგ ზედმეტად დებილური მიდგომა არის, რომ ეგ გენი ჩვენ დავაჯილდოვოთ იმით, რომ დავეხმაროთ, რომ აი ეგ დაწლიოს და ის და ეს იმის ნაცვლად, რომ ხვდებით? რაში აწყობს კაცობრიობას, რომ ეგ კონკრეტული გენი მისი ცხოვრება რო შეინარჩუნოს, გაამარტივოს და საშუალება მისცეს პროკრეაციის. მით უმეტეს, როცა ეგ არის სუფთა, ანუ ტვინის სტრუქტურული გადახრა. არ არის ეგ რაღაცა ისეთი კლინიკური. ხვდები, მაგრამ როცა მემარცხენე ლიბერალი ხარ, ხო ხვდები, ყველა და ყველა. ამრიგად დიახ, თავისუფალი ნება ნაკლებად, იმიტომ რომ ყველაფერი ეს მოლეკულებია, ყველაფერი ეს ატომებია. აი ეს ყბადაღებული თემა გასხივოსნება, აი რაღაცა ნირვანა, ესეც შეიძლება და ეს ყველაფერი ნახა 190,000-მა ადამიანმა. და 7,000-მა დაალაიქა, ანუ წარმოვიდგინეთ რა. განათლების დონე წარმოვიდგინეთ. კრიტიკულობის დონე წარმოვიდგინეთ, რომ 7.2k ადამიანი ამას ალაიქებს. მე იმედი მექნება, რომ ეგ არის შეკვეთილი, აი ბოტები არის ნაყიდი, რომლებიც ალაიქებენ. ნუ უბრალოდ იმედი მაქვს მაგისი, იმიტომ რომ ყოველთვის საუკეთესოს დასკვნას ვცდილობ, მაგარი. შეიძლება ტვინის პროდუქტი იყოს. ესეც შეიძლება ტვინის პროგრამა იყოს. მთელი აი მატრიცაში ხო ეს ფილმი უნდა ნახო ადამიანმა რამდენჯერმე. კი, მე მგონია რომ ყოველ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, ისევე როგორც ალისა საოცრებათა ქვეყანაში სხვადასხვა ეტაპზე უნდა წაიგდო და ბევრი წიგნია ამ დაგვარი, ხო, განსაკუთრებით ესეთ მითოლოგიური ნიუანსები, იმიტომ რომ მითოლოგია არის ესე იგი არქეტიპია. არქეტიპი რა ყველაზე კარგი განმარტება რაც მე მომწონს არქეტიპის ეს არის რა ქცევის მოდელი. ეხლა მე რო გითხრა მაგდა თქვენ ხართ არტემიდას არქეტიპი. ეს რას ნიშნავს? ქცევის მოდელი კაი სიტყვა არის ეგრე. თუ უბრალოდ სიტყვა არქეტიპს ვიღებთ და ვაშორებთ მთელ იუნგიანიზმს, ხო? ქცევის მოდელი, მაგრამ უფრო კარგი ტერმინი იქნებოდა mode of being, არსებობის მოდი. ეს ჩემი აზრით უფრო ყოვლის მომცველია და უფრო კარგად გამოხატავს რა. არქეტიპის მნიშვნელობას თუ ოდნავ გავეყარეთ იუნგს, იმიტომ რომ იუნგთან არქეტიპი ეგ სრული პაკეტის პროდუქტი არის და არა იზოლირებული რამე. თქვენ ხართ დამოუკიდებელი და ამორძალური ტიპის კარგი გაგებით, მებრძოლი ქალი, დამოუკიდებელი ქალი, ანუ მონადირე, თავისით მოინადირებს და დაჭრის და შეჭამს. არ ელოდება რომ მოუდანს ვიღაცა, ხო? არტემიდას ტიპაჟი, არტემიდას, ანუ შენ ხარო არტემიდას ქცევის მოდელშიო. აი მე რო გითხრათ რომ თქვენ ხართ აფროდიტას არქეტიპი? თუ ეს ნიშნავს რომ ხართ ვნებიანი სექს სიმბოლო თუ ხართ თქვა მსახიობი, ხო? ეს განსაკუთრებით ბევრ ქულას დაგიწერთ, ხო? თუ აფროდიტას სახართ, ხო? არქეტიპი ისეთი. თუ თქვათ თავის ტვინის პრეფრონტალური ზონა რუხინითირება ცოტა თხელია და ხარ აფროდიტეს არქეტიპი, მაშინ იქნები მოწინავე გეიშა, მაგალითად. ხო? ძირადღირებული, ხო? ასე რომ შეგშურდება ადამიანს ამან რა ისწავლა, აფერი კაცო, ერთმა საყვარელმა სახლია ჩუგა, მეორე მანგანა, მესამე ვილა, რა ისწავლეს ასეთი ჩემიკალობა დაიცვან. აი რა ისწავლა და ის არის აფროდიტეს არქეტიპი. იმან იცის ქცევის ისეთი მოდელი, რომელიც მაქსიმალურად მოსარგია ამ ტიპის კაცის ტვინის მისი ფსიქიკის იცის და დაიბადა ასე. იდრეკილება აქ მე ისწავლა, იმიტომ რომ არის რაღაცა რაც უნდა გქონდეს. კაი გასაგებია, ნუ როგორც ჩანს ეს ადამიანიც აი იმ კატეგორიის წარმომადგენელია აკადემიურ შარლატანებში, ვინც გადიან იქ დგებუაძე, გიგნაძე, მახარაძე, თუ მახრაძე, რა ქვია იმ კაცს? ჰობიტს რო გავს. რა ქვია მახრაძე, მახარაძე, რა ქვია იმას? მხეიძე, ხო, ზურა მხეიძე? გთხოვთ იმას ქენით, შემახსენეთ იმ ჰობიტის სახელი. რა ქვია იმ კაცს?
აზროვნების აკადემიის ჰობიტი რო არის ძალიან ცნობილი. მხეიძე, ზურამ მხეიძე, ხო? აი ეგეთი შარლატანები ვინც არიან რა, აკადემიური, აი მხეიძე, იქ გიგნაძე, იქ კიდე ისინი, ესენი, ანდროდ გებუაძე, ხო, აი მაგ კასტიდან არის რა. მაგ კასტის აი ნორმი შარლატანი ისინი რა, ფსევდოინტელექტუალები. ნუ გასაგებია, დასკვნა დაიდო, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შეგიძლიათ მიმართოთ საქალაქოს თუ რა ქვია იმას, მაგრამ არ განიხილება. ლევან გიგინეიშვილი, ნუ ხო რა, ეს მთელი ეს იეფერი ბანდა. ახლავე გაწევრიანდი ჩვენს დახურულ Telegram არხზე პრემიუმ კონტენტისთვის, რაც YouTube-ზე არასდროს მოხდება. ვიდეოები, ლექციები და მნიშვნელოვანი მასალა ცენზურის გარეშე, რაც აუცილებლად გჭირდება. ასევე ისარგებლებ პრემიუმ პრივილეგიებით. გელოდებით.